გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი საბჭო შეიქმნა. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს გააერთიანებს და გენდერული თანასწორობის საბჭოს აანაცვლებს. საკრებულოში განმარტავენ, რომ ცვლილება კანონმდებლობის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში განხორციელდა საბჭო 21 წევრით იმუშავებს და მას საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელებს. საბჭოში გაერთიანდებიან როგორც საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ისე ქალთა უფლებებზე მომუშავე პირები. საჭიროების შემთხვევაში მის მუშაობაში კერძო სექტორის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საბჭოს მიზანია ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი საჭიროებების უკეთესი გათვალისწინება და ადგილობრივ დონეზე ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება. შესაკრებთა გადანაცვლებით არაფერი არ იცვლება. ქართული ოცნების ზემდგომ რგოლში, როგორც ჩანს, ვიღაცას მოეხუშტურა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელი არ მოეწონა და ეხლა შეუცვალეს და სხვა ფორმულირებით გამოიტანეს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ქართული ოცნება პანიკაშია, ქართული ოცნება ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას ვერ ასრულებს და აუცილებლად ძალიან მალე ჩამოშორდება ხელისუფლებას. ჩვენ განვიხილეთ საკითხი, რომლის მიღებაც გამოიწვია ქალის და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილმა ცვლილებამ. კერძო ცვლილება შევიდა მე-13 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის საფუძველზეც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს, რომელსაც ექნება სათათბირო საკონსულტაციო სახე ძირითადად, ორგანო იქნება სათათბირო საკონსულტაციო და შემდგომში წარმართავთ ასე საქმიანობას. რაც შეეხება გენდერულ საბჭოს 127 მუხლში შევიდა ცვლილება და გენდერული საბჭოს ნაცვლად შეიქმნება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.